გამარჯობა, მეგობრებო, გამარჯობა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ახლა იმ მაიმუნობაზე, რასაც შორება აქტივისტების მართველი ბაბლი. აი ხა მე გაჩვენებთ როგორ გადაკეტეს დღეს პროვოკაცია მოაწყეს დღეს ვიღაცეებმა რუსთაველს. მანამდე გეტყვით რომ ახლად შესული კანონის თანახმად ვინც აი ესე უაზროდ არაადეკვატურად მიაკაცუკებს და გადაკეტავს რუსთაველს პირველ ჯერზე 15 დღემდე პატიმრობა აქვს ადმინისტრაციული და მერე სისხლის სამართალი მოდის და ერთ წლამდე პატიმრობა შეიძლება მიესაჯოს და უკვე ასეთი აკაცუკობის გამო ქეთაცისკიშვილი ეს ვახოსანაია და ვიღაცები ჩასვეს გასტროკეს გასტროკო არ არის ცოტა ხანი დაასვენეს ეხლა მე გაჩვენებ მიუხედავად ამისა ხო და მე მოუწოდა ლომჯარიამ და ვიღაცები მოუწოდებენ ჟორჯოლიანი ნანუკა რომ ეხლა თქვენი ადგილი რუსთაველზეაო და ასე თვითონ არ გადიან ეხლა ნახეთ მეგობრებო აი გადაკეტეთო ვაფშე უპრობლემო აი გავუშვით თუ შეიძლება ხმის გარეშე აი და ჩვენს გამოგვაჩინეთ შეხედეთ ხო აი ხა უყურეთ აი გადადიან რა შეხედეთ აი ეს რა არის აი ეს მოხუცი კაცი აი აქ შეხედეთ აი რა ხდება ჩორტი ვოზნაეთ რა მეგობრებო რა როგორ შეიძლება ესე აი ეს ხალხი ხო რომელიც სულად ხელოვნურად სულად პროვოკაციულად იმისთვისა წიჭკარო ჩასვას რომ ამ პროტესტს ამ მე მეწოდება ეს ხალხი აი ეს ავადმყოფი გადაიკეტა მოხუცი ავადმყოფი ხალხი საცოდავები არიან ბიჭო კი ბატონო მაგრამ ამათ არ ეცო ესენი იყენებენ თავენ საზარბაზნე ხორცს მოდი ვთქვათ რომ ნახე 10 კაცი 20 კაცი შალვა შეხედე ბაჩომ სწორი შენიშვნა გააკეთა ამათ აქვთ მარათონი გამართული რომ ესე იგი ყოველი დღე პროტესტის უწყვეტი დღე არა და რეალურად ჩვენ ყველა ვიცით რა რომ რა პროტესტი იყო ვთქვათ რამოდენიმე მაქსიმუმ კვირა გრძელდება სადაც ადამიანი დიდი რაოდენობა გროვდებოდა დანარჩენი იყო 10 კაცი კეტავდა რუსთაველს ეს მართლა წარმოუდგენელი ხა პროვოკაცია იმაზე რა ქვია დედაქალაქში მთავარ ცენტრალურ გამზირს კეტავდეს 10 კაცი ეს არის უმცირესობის ბესპრიზელი ჩვენ შოზერიზე გადაკეტე აბა გადაკეტავდა ძაღლები შეკჭა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რომ იაკაცუკა მე ჯარიმა რომ მივარჭეთ მაგან ძმაო მე ხო ნახე ფინეთში გადაუკეტიათ ვიღაცა ზებრა გადასასვლელზე გაუმართიათ აქცია და ყველა გასტროგეს ეგრევე გასტროგეს ცემეს წაიყვანეს და მან რამდენადაც ვიცი ფინეთში ესე ქუჩის პროტესტის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო წამოძახილის გამო ვიღაცა არის დაჯარიმებული ანუ ფინეთი რომელიც არის თითქოს ლიბერალური დემოკრატიის სავანე ყველაზე დიდი ორმაგი სტანდარტებით გვევლინება დღეს ხო და აქედან გამომდინარე მე ერთი რამე მინდა გითხრათ კიდე აი ესე იგი გიჟებს იყენებენ შეურაცხად ადამიანებს მოხუცებს და ასე შემდეგ იოლ საზარბაზნი არა საგამზირო ხორცს რა ასე ვიტყოდი და აი ხა მე მინდა მოუწოდო ყველას აი ესეთი ადამიანებიც რა აი ვიღაცა ბიჭს გაუშვებ ახლა რა სიგიჟეს ამოს მოარიდეთ რა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ცოდო ამას პატრონი ყავს აი ამ ტიპს აი შეხედეთ გავუშვით დროიმ შექმნა შექსპირი და არა შექსპირმა ის სამყარო რომელიც გვამოგზაურებს ძალიან მრავალფეროვან სამყაროში ეს ხო იცი დაჭერილიც რო იყო ეგ არის ვიღაც აქტივისტი მე რა ვიცი სახელი და გვარი გამახსენდა კაცია დაჭერილი რო იყო ეს ეგ არის და ნუ დროიმ შექმნა შექსპირი კი ბატონო ბაბა ჩვენი კომენტარი რაღაც სჭირდება ხო და არა მაინტერესებს ამას პატრონი ყავს არა რატომ დაღავდეს ვინმე ყვარებელი არის მე სწორ ადგილას არის სად არის იჭერე რატო არ შეიძლება შეურაცხადია ერთი ექსპერტი ვაფშე ეგება და უნდა დაჭერა მაზოხისტია ეგება რატო ეგება და გარეთ უარესია ვიდრე შიგნი ამის არიან ეგეთი ადამიანები შინაურს ხო აი ველური ისტორიები არის ესეც საოცარი არგენტინული ფილმი სადაც ერთ-ერთი პირველი ისტორია ეგრე ვითარდება ქალიო გამოძან გაქცევა შაუშენკიდან გარეთ ვიღაცები ერებულა აი ნანუკა ჟორჯოლიანი რატო არ გადის არასოდეს ლაშა ბუღაძე მიშა მშვილდაძე ამათ დასაკარგი არ აქვს აი მარტივი ლოგიკა იმათ დასაკარგი აქვს რაღაც ამათ არ აქვს დასაკარგი. ხო გავიდნენ ხო მოუწოდონ რა პირადი მაგალითი აჩვენონ რომ რეჟიმს ებრძვიან და რუსეთს იმპერიას ამხობენ და რატო ლიბერდებილებო
მე ის რა მაინტერესებს. დაუკვირდით, რატო აგადიან თქვენი ლიდერები? ეს ვიდეო რაც გავუშვი ახლა. რომელი? აი ეს დოიმ შექმნა შექსპირი. დოიმ შექმნა. რამე გასაკვირი არის? ამ ფაქტს. არა. მე გეტყვი რატო არა? ამათვის შექსპირი შექმნა დოიმ, ამათვის სააკაშვილმა შექმნა დამოუკიდებელი საქართველო, ამასთვის ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ მოდის ევრობიუროკრატიიდან, მაგ ცნობიერების ხალხი არის. არა, საერთოდ გასაკვირია, რომ ამ გასმა თქმა თქვას, რომ დოიმ შექმნა შექსპირი და ეს რა თქმა უნდა, იცი რის თქმა უნდა და რომ დოის აქვს შექსპირის თავისებური ხედვა. ესე შეიძლებოდა ეთქვა. მაგრამ რახან ეს თქვა, რაღაცა მუხრუჭი არა, რაც განიცადა ის მუხრუჭი არა, რაც განიცადა ის თქვა. არ შეიძლება ასეთი ადამიანების გამოყენება პროტესტში, არ შეიძლება ხალხი თავის თავს ვერ აკონტროლებს. თავის თავს მასშტაბებელი არა. პიეს უყურს ყველაზე მეტად. დაციმა შეიძლება ამათი, არის საკითხავია. კაი. გახადეს პარტია რომ საბოლოოდ გაბოზდა? ნუ არც გასაკვირი არისო. პარლამენტში როგორ შედიან? მანდატები ხო ჩახსნიან? მეორე 15 შედის. პირველი 15 კი არა, მეორე 15. იმათ ხო არა? აი, წკიბზე. ანუ გახარეს ესეთ ტიპები შენ ვაფშე როაზე არა ვარ. აუ საღო. გაგინდა პენსია. აი შანსი ძმაო, ეხა ვარსკვლავების დამატების მაგათთვის რა. პენსია, იარაღის ტარების უფლება მშვენიერია, უფასოსაც. ისა კაცო, პენსია განამარტო. აი ეს თქვა. აუ ტიპები რომლებიც ეხა წამოვიდნენ, სადაც 30.000-ს რო ეწერა სიაშტე. საერთოდ რო არც დაუშვია რომ მეოდესმე პარლამენტში შევალო მაგას უწევს ეხლა შეიძლება უმცირესობა თუ რაღაცა ჩამოაყალიბონ და იქიდან კი ბატონო. კაი, ბოტკოველი გაუშვათ რა. ყველას და ყველაფერს, რაც კი დემოკრატიული არსებობს ქვეყანაში. ამიტომ არის იმის დრო აღარ არის, რომ საკუთარი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ პოლიტიკურმა პარტიებმა. იმის დრო აღარ არის, რომ საკუთარი ეგოები დავიკმაყოფილოთ პოლიტიკური. ეხლა არის ერთიანობის დრო. აღარ არის უკვე ის ციფრების მიკერება. ბატონო გიორგი, დრო რას გულისხმობთ? მართლა აღარ არის, იმიტომ რომ გიუქმებენ პარტიას, უქმდებით და ნამდვილად აღარ არის დრო, რომ თქვენი პარტიული დღის წესრიგი საკაიფოდ უქმდეთ. ამოქმედოთ. არც დრო არის, არც ენერგია არის, არც რესურსი არის და არც კანონი გაძლევთ. საკუთარი პარტიის მეკუბოვეს ვიძე კი იყო ისე სხვათა შორის. აი თავი კაცის. ხო, გავუშვათ შილა არის, კვერცხი არის, ფქვილი არის, ცოცხალი მოვიდა, ცოცხალი მოვიდა. თან კახეთიდან მოიტანს რაღაცებს. ბიჭო. ბორიჩელო. ბიჭო. როგორ შეიძლება ამ ხალხზე ვთქვათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დაიჭერა, აქვს მნიშვნელობა, რამდენი დაიჭერა. აქედან გაკვეთილი უნდა გამოიტანოს როგორც პოლიტიკურმა კლასმა, ისე სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს გაკვეთილი. რა გაკვეთილი? მინიმუმ ის, რომ ესე მარტივად თავები არ დავაჭერინოთ რა. მინიმუმ ის, რომ ეხლა რომ კანონიც ვარ, მაგ კანონს მოვერგოთ რა. რაღაცა თუ სადაც ნიღაბია გამოსაყენებელი, იქ ვიღაცებმა ნიღაბ გამო თქვენ გაქვთ ძლიერი ანალიტიკა იყო. გიჟებს უკითხავს სახარებას. გლის თავზე სახარებას ყიდულობენ. ისინი გიჟები არიან. გოგონა იყო ერთი მაკიაჟი გაიკეთა კატის. და ამითო მეო ვიღაც აქტივისტი. კატის მაკიაჟი, აი ეს გიჟები, ვიღაცა გოგოას დასრული 18 წელს. კაპიტალიზმი დაამარცხა მაგით. ვინ არის? რაზე არა ვარა ვიცი. ვიღაცა გოგონა გვაქვს მოძებნეთ რა. სახეზე ფისო დაიხატა, ანუ ლეოპარდი, არ ვიცი და მაკიაჟი გაიკეთა, ხო იცი, აი ზოოპარკში რომ ბავშვს აიყვან და სპეციალურ მაკიაჟებს რო უკეთებენ. ხო და ესეთი მაკიაჟი გაიკეთა და ამიტომ თავი დააღწია იმას. ფად ისეთი მაკიაჟი ალბათ ვიცნობს ის ამოიცნობდა, მე აზე არა უბრალოდ ვინაა თორე. აი მაგითი დაფარო, მაშინ უნდა წავიდნენ აი ჰელოუინის გრიმებს რო აკეთებენ, ხო იცი ტიპები რა. საერთოდ რო ვეღარ იცი. მე ვიმეორებ მეგობრებო, მე ვიმეორებ რაც თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შემოსულია ქალაქში გარეგნობის და ვინაობის ამომცნობი და დამდგენი ისეთი აპარატურა, ძვირიანი ალბათ, რომელიც აი ამ მაიმუნობებს იოლად გადალახავს და ამოგიცნობთ მაინც. ეს არის ოფიციალური განცხადება და მოგიწოდებდათ, ხო? სამინისტრო და ეხლაც მოგიწოდებს, რომ გაეშვით ამას, თორე 15 დღემდე პირველ ჯერზე აღმოჩნდებით კუტუსკაში და მე სისხლის სამართლის საქმე აღიზრება თქვენს წინააღმდეგ და არ გამოვა რა. მე ზატო ბევრი ლაიქები წამოვა სოციალებში ამათ პოსტებზე და ეგა. ცოტნე კობერიძე. მოიცეთ სულით. აი გაჩვენოთ რა. ამ ხუტაბი წაღარ ეძახი? თუ შეიძლება. გაუშვით. ამას ვერ იცნობ აბა. არა, ცოტა მაინც ისე გაეკეთებინა. ცოტა გააკეთე, ცოტა. ცოტა რა, თანდარ დაიმახინჯა თავი. კაი, ცოტნე კობერიძე გაუშვით.
4 რიცხვი იქნება ყველაზე მეტად წარუმატებელი თუ ის არ იქნება როგორც გამოცდილება მინიმუმ და თუ არ იქნება როგორც გაკვეთილი. ზაზუნის დღეს რო უწოდეთ იმისთვის რომ ზაზუნის დღე ზაზუნის წელიწადად არ გადაიქცეს და ზოგადად მისი ფილოსოფია ზაზუნის დღის ის არის რომ როგორც კი შენ გაიაზრებ იმ ზაზუნის დღეს რა მოხდა, როგორც კი მისგან გაკვეთილს გამოიტან, მერე შენ თავის უხდები ამ ზაზუნის დღიდან ამ დაკეტილი ისტორიიდან. მთელი ფილოსოფია ზუსტად მაგაში. ის კი არა რომ ზაზუნის დღე იმიტომ კი არ გემართება რომ სულ იმაზე ლაპარაკობ, არა, ერთხელაც რომ არ ცდილობ რომ ის მას როგორც გამოცდილებას და გაკვეთილად მიიღო. ანუ უკან დახევათ მხოლოდ მაშინ იქნება თუ ჩვენი შესწავლა გავაჩეროთ. რაღაცნაირი თხრობის მანერა აქვს, აი, სამადაოლინი იდიოტის. მიუხედავად კრახებისა, ხო? ჯერ რაღაცნაირი დეგენერატივით ლაპარაკობს, მერე ყველაზე მაგარი სწრაფად თან ეს ამას არ ჯოდა კუტაბიჭი დაგეცარებია. აბა თან ინსპირირებული ეს საუბრის მანერა არის ზურაგირჩისგან რო ლაპარაკს აიღებ ბიჭო ტიპი ლევს ურტყავს და თან ვერაფერს ვერ გაიგებ რას ლაპარაკობს. შენც არ მოგწონს ლევის თქმა? მე ვთქვი ხო და ნუ მაგრამ რაც შეეხება რა თქმა უნდა 13 წელი ერთ და იგივე სიგიჟეს აკეთებ და მაგითო მე არ წარმომიდგენია კონფიგურაცია სადაც 4 ოქტომბერი შეიძლება წარმატებად ოდესმე სადმე რამე შეფასდეს იმიტომ რომ ვერ განხორციელებულ რევოლუციადაც ვერ აღიქვავთ აი მაგალითად ერდოღანს ხო უწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას ფეთულა გიულე ბეძზე გაასრო კაც ჯარი აუჯანყდა ეს სხვა არის ლათინურ ამერიკულ პუჩები სხვა არის ლათინურ ამერიკაში იყო ბოლივიაში კი ეს ვერაფერში ვერ ჩაიწერება ბიჭო ეს იყო გიჟებმა რომ გამოაცხადონ ავტონომია და დამოუკიდებლობა და ჩვენ ვართ ეხა ეგ იყო მეტი არაფერი ეს ამას ვერ დავარქმევთ რევოლუციის მცდელობასაც კი ეს იყო სასაცილო არა ეს იყო ფარსი გური რახან საერთაშორისო ამბავს მეტნაკლებად შეეხე ზელენსკის მოიხსენიოთ რა ჩასვრილი გაუბედურებული ტრამპმა რო კიდე გამცემა ის ზელენსკის ვაშინგტონ პოსტიდან ვიცით და ასე შემდეგ სხვა გაზეთებიდან Financial Times ისგან Financial Times დაწერა კი ბატონო და ნუ აი ტრამპი რომელიც ორგანულად ეზიზღება ზელენსკი აი ტრამპი არის მსოფლიო ლიდერი მთელი მსოფლიო ევროპა უпростоრად მზად არის რომ ერთი ადგილი მისცეს ოღონდ ტრამპს მოეწონოს მაგრამ მე მგონი ახლა კაია კალასი ცოტა დაახევინებს უკან იმიტომ რომ თქვა რომ ბედნიერები არ ვართო რომ პუტინთან შეხვედრას კიდე აპირებს ხო და იქაც არიან გიჟები ეს გიჟებზე რატო დავიწყე ეს საერთაშორისო გიჟებზე უნდა გაფრინდეს პუტინი მომავალ კვირას მოსკოვიდან ბუდაპეშტში და რა გიჟები არა ეგ სიჩმორე ესტონეთის უნდა ჩამოვაგდოთო არა მე სიჩმორეს იმას გეუბნები ჩვენ დადებული სანქციები ევროკავშირმა თქვა ჩვენ დადებული სანქციები არ უზღუდავსო პუტინსო იმაში ევროპაში შესვლას მართლა არ უზღუდავს უნდა ჩამოვაგდოთო ძალით დავსვათო და უნგრეთმა უნდა დაიჭიროს თურმე ანუ ხო ხტები რა სიგი აბა რა ლატვიამ და ხო უკრაინის ამბავი არის ძალიან სამწუხაროდ მომთავრებული ხალხო ისედაც დამთავრებულია უკვე მნიშვნელოვნად პრობლემა თვითონ ზელენსკიმ თქვა ახლა გავიკითხე სულ ახლა-ხანს რომ ალბათ მშვიდობა იმს მივახცეთ უახლოვდებითო და მშვიდობა რა არის დაკარგული ტერიტორიები ყირიმი დაკანონებული ნატო არა ჩემი ფეხები დონბასზე ვაფშე დონბასზე უარის თქმა მილიონობით გარდაცვლილი მილიონობით მიგრანტი მილიონობით გარდაცვლილი და ათეულობით მილიონი მიგრანტი და ნუ და შეიძლება დემილიტარიზაციასაც გამოკრას ხელი ყველა ვარიანტში ასე რომ უკრაინას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეს ომი არ უნდა დაეწყო ლევან სანიკიძეს მინდა მიმართო საადახა რატო არ კეტავ რუსთაველს მაგრამ ნუ ისეთი თავმავალი ხარ ისეთი ვაშკაცისო შერუსთაველს როგორ გადაკეთე ვიცი გვარზე ხტისო რა გინდა რა თქმა და ნახე რა მოყვა ეს არის ხო გაუში მაგარი ამბავი მოყვა უკრაინაში რო ჩააკითხეს გიორგობას მიშას მაგაზე ყვება სინამდვილეში მე მამაჩემმა კი არ განსაზღვრა ჩემი პოზიციის ცვლილება პირიქით არის მამაშეს არ უნდა რომ პოლიტიკაში მოსულიყავი? არა, აი მაგალითად ჯერ მამაჩემს მაგალითად ის ნაბიჯი რომ ნაცმოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან გაერკვია საქმე, გადავადგმევინე მე. რომ უბრალოდ თვლიდი რომ ბევრი რაღაცა, რასაც თვითონ მანამდე ამბობდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ნუ მიშასთან და ნაცმოძრაობასთან მიმართებაში ან არ იყო სწორი ან სხვანაირი გადააზრება ჭირდებოდა ასე შემდეგ. ამიტომ ბიძგის მიმცემ ბიჭო შვილს დაუღუპია გუბაზე შეჭ. ეხა ცოტა ხანში იტყვის მელიაცაც მევაცემინე მამაჩემიო. მამაჩემი. შვილს დაუღუპია. რა ყვება ბიჭო.
ანუ მამას აქამდე დაქცინული შეშულს აღარ დაუჯერო გეწები ვაფშე არაფერს ხა მე მგონი უთხრა რამან მამამისმა რომ შენ დაიბრალეო ვითომ არა შეიძლება ამბობ მე შეიძლება პასუხი მოეთხოვა მაგ რაღაცა მე რა შუაში ვარ არა შვილს ახალ ვიდო ერთი ვარიანტი კიდე ისაა რომ კავშირი ამან უთხრა რომ ეს ამ ტალონებითო როდემდე უნდა მყვებო ამოვიდაო ყელში კაი თოხლები მინდაო რა და გააძრე ისეთ საქმეს სადაც ფულს გაძლევენო და შევიდა მიშაში დიდარი სუფრიდან შედარებით ნაკლებად შეძლებულს ქათამის ბარკავი რომ აქვს ისე წამოიღო იქიდან შვილისთვის შეიძლება ეგა კაი ანა წითლიძე ამაზე არის ერთი ინკა ბრძოლა მე გუშინ ვთქვი რომ ნახევრად პარტიზანულადაც რომ მოგვიწიოსო და ხალხმა ჩათვალა რომ აუცილებლად ტყეში უნდა წავსულიყავი და იქიდან უნდა მებრძოლა მაგრამ რეალურად კი ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ უკვე აღარანაირი სივრცე არ რჩება ჩვენ ახლა ცხადია რომ პროცედურულად სტრასბურგში აუცილებლად გავასაჩივრებთ ამას მაგრამ ჩვენ უკვე ვართ იმ მოცემულობაში როდესაც ხო იატაკქვეშეთიდანაც რომ მოგვიწიოს ბრძოლა როგორც ეს არ არის უკვე პოლიტიკური პარტიების ბრძოლა ეს არის ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა კაი ეს გავხდა მოძრაო მაგარი აი ეს ატლეტიკო ბილბაო და რაღაცა არ უხუმრობ ამას იმიტომ რომ ჩვენ ვიტევს რეჟიმი ჩვენ ვიხევთ უკან მაგრამ დიდგორი იცი როგორ მოვიგეთ დიდგორი ჩვენ გვასწავლიან რომ მოვიგეთ ესე რომ ვეკვეთეთ უცბად გავქანდით და დავამარცხეთ ილღაზის ლაშქარი და ეგრე არ იყო სინამდვილეში იყო ასე რა 3 საათი ნახევარი მიდიოდა ბრძოლა და 3 საათის განმავლობაში ქართველები ვიცავდით თავს და ბოლო ნახევარ საათში მოვიგეთ იმიტომ რომ დავიჭირეთ საჭირო მომენტი ჩვენ ვართ აი ეს ხალხი ჩვენ ვართ აი ესე იყო დრო და ვაიმე დედა ვაიმე ეს არის დიდგორი და ეს არის დიდგორის მომგები ეს არის დავთამაშოთ თავმავალი ეს იყო ის რა ქვია კინოცენტრის ბოიკოტის ხო და მომენტს ელოდება ხილად იყავი ანუ ეს რომელიც ახლა დიდგორის ბრძოლაში იბრძვის შენ ვერ მოგიგოთ მე შემხვდა შემთხვევით სახელაგვარი არის აღარ მახსოვს მე შევხვდა ქუჩაში შემთხვევით თავის სასწავთან ერთად ვისაც მე იქ მივესალმე და გამოველაპარაკე ეს მოვიდა და გარჩო ძალიან მინდა შეხვედრო კინოს მომავალზე მე ბედი მაწუხებსო და მომენტს ეძებდა ეგ საჩექდა იქ ხო ჩერვსკინებზე რა ქვია თამარ მეფეზე მაშინ რომ ეგ არის ეს ილაძღებოდა ონლაინ ამაც სადაც ნახა უნდა გადავწვა მოვკლა ისინი და ნახა და შენი ფანი ვარო არ უთხოვს მაგრამ კაროჩე შებერეო რა და მაგრა უბერა უყველაფერს ტაქტიკას ამართლებს მომენტს ელოდება და შეიძლება გაიგე თვალს უხვევს ბიჭო შევხვდეთო რა შეხვედრა მინდაო და მე ხვალ თქო ბაზარი არ არის შეხვედრილები არ არის არა ანუ საქმეზე ვილაპარაკოთ მოვალო რა არა საქმეზე სალაპარაკო საბაზროდ მოვალ იმიტომ რომ მე ვარც ვიგინებიო არც იმას შვებიო არც არ ვაკეთებო ცუცო რა კინო მადარდებსო და კარი ხო აგიჭერდეს თუ რაღაცა ეგ მერე კაცო ეს არის პირველი ტალღა როცა იყო მაშინ ჯერ კიდე სინტაქსი არსებობდა ხო და მერე მეთქი ხვალ შევხვდეთ თქო და როგორც შენ არ მოსულყარი შეხვედრა და ისე ეს არ მოსულა რატო არ დავი ბიჭო ალბათ დიდგორისთვის ემზადებოდი შენ ზარსელოდებოდი დიდგორისთვის ემზადებოდი შენ უნდა დაგერე დიდგორისთვის ემზადებოდი დიდგორისთვის ემზადებიან გასო და მომენტი არის მიხვდა რომ ბაჩოსთან ბრძოლა ეს ტაქტიკური იყო სტრატეგია სხვა იყო დიდი სტრატეგიის ნაწილი არა მართლა ეგრე გავუშვათ ლაშაკი და აი სად აღმოჩნდა აი წარმატება შეხედე საიდან სადო საღო შორი გზა მოიარე შინ შვიდობით მიდი სხვა შორის ძალიან უცნაური ტიპაჟი იყო ეხა ვერ აი ხო არსებობენ ადამიანები რომ ვერ დაიმახსოვრებ არა დაიმახსოვრებ აი მე ვერ დავიმახსოვრებ ძელი სახე აქვს ბიჭო აი ეხა რომ ანახო ვერ დავიმახსოვრებ შენ თუ უყურებ შენ ვცნობ აი რომ ნახო უეჭველი თუნდაც მე კადრი გავუშვით იშვიათად არა ძმაო შანსი არ არის ეს ხვა ზეგრო შეგხვდეს ასამო. კაი, გასაგები. კაი, გავუშვათ ლაშაფარულა. ეს არის რომ 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის დღე,
თუმცა გამარჯვება სჭირდება უფრო მეტი. და ეს ფაქტობრივად დადასტურდა. ეს არის ერთგვარი საშინაო დავალებაც ჩვენთვის. ანუ მართლმორწმუნე არის, ხო? ფული საშინაო დავალებაა ჩვენთვის, ვინაიდან დღეს თუ ვინმე არის დევნის ობიექტი, არის დემოკრატიული ოპოზიცია. აუ რაღაც ძალიან მაგრა რო გალახავ კაც და ეს ჩვენთვის დაშინაო დავალება რატო დავება. სხვათა შორის ეს კაცი არის იშვიათი. თუ არ ვცდები რომ ეგ არის რომ მომაც თქვა რომ ჭორვილაში ობიძინა ივანიშვილმა გადახურული სახლები რატო უზრუნველყო იცი? ძველი მატერიალებიო რაღაცა რადიაციას შეიცავდნენო და იმიტომ კი არაო რომ ხალხს დაეხმარება ინტერესის გამო. ასბესტი არის იქო და შეცვალო რომ თავი რადიაცია არ ყოფილის იცით რა არის ძვირფასო რადიკალურო ოპოზიციაო. აი ბიძინა ივანიშვილზე ეგრე რომ ლაპარაკობდით არათუ ესე იგი პროდუქტიული გამოდგა პირიქით თქვენზე იმოქმედა რომ ლაპარაკობდით რომ ცასკეტავს ნაპირი მოიტაცა ვალის თვლების გამო მთები უნდა დაშალოს რიონი დააშროს ესენი იმიტომ გადახურა რომ ის რადიაცია ამან ხალხს ხეებს იტაცებს ვიღაცა გახსოვს სიუჟეტი რო გააკეთეს ბიჭო ვიღაც 86 წლის ბებოსო მოკლით ემუქრებიანო და ყველა სოფელი ოცნებობდა რომ ბიზნა ივანიშვილის ხეს გაეარა მის სახლზე მის ტერიტორიაზე იმიტომ რომ დიდრდებოდა მაგალითად გეხოთებ ჩათოს გავაკეთებ არა ამას ვიტყვი დავამთავრე ამიტომ ამან არის მოქმედა რა მაგალითად იყო მუხის ხალი და ვინდა მერეკა იცი მაშინ ხეებზე ვაკეთებდი ამათ მამხილებელ სიუჟეტი ვინდა მერეკა იცი იმ ხალის ოჯახმა მოხუცმა ქალმა გაახურა რომ არ მინდა ხეები და მთელი შვილები მთელი წარაცეო მთელი სოფელი რამე გავაკეთებდო კი ხვეწებიო რომ იქნებო რაღაცნაირად ეს ხე მივყიდოთ და მაგარი არის შემდეგი რაღაცა რომ იცი ვინ ყავს ახლა ჰეგელია ვატები დაჭამენ ხოცები ერთმანეთს და ულებ წარმატებას ამ გზაზე ერთმანეთის დაჭმის გზაზე და არც ერთი არ გადაჩვენებოს ერთმანეთის დაჭმის გზაზე და რას დავაჩეროთ ვიჭო ერთი წუთი სანამ კომენტარს გაგაკეთე რო ლაპარაკობს არ გონია ან ხეაკეთებს აი იღრინება აბა მოდი ხმის გარეშე გავა აი ნახე ეს ხმის გარეშე თუ შენ თოჯინებს რო აქვთ აი ძა აი ნახე ეხლა ნახე გვერდით რო ამ ხო ისე რაღაცა გახედე იღრინება რა ან ნარჩენი რო აქ ძალს საჭმელი და რო ანუ შენაო რომ პირის აპარატის არ უარგა სხვა ყველაფერთან ბიჭო არა და პირის აპარატი ქონა ერთადერთი კაი აი Toy Story-ში რო ვუდის ხო იცი ესეთი ხმა რო ათამაში იმას რო აქ მარიონეტი კი ეგეთი კაი შინაარსი ხა თქვენ რო ჭამთ ერთმანეთს მაგის ჭამაა საინტერესო კაი მოდი ხა გავუშვათ იცი ვინა რატო გადა ხაზარაძე და ბადრი სად არიან აბა რა ქესტუმს გააკეთებენ თუმბაზე გავუშვათ პლეცაწევენ ეგრევე ჩვენ უნდა ვიყოთ მაგრები და მტკიცეები ვიქრები ისეთი როგორც 4 ოქტომბერს მაგრები ხო ვიყავით უამრავი იმაზე უამრავი უნდა ჩვენ დაგვაკდა ვიდაგ უნდა ვთქვა სტრატეგიულად რომ წაგებული აქვს დაგვაკდა ცოტა მეტი უნდა ვიყოთ ბევრი უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ბიძინა ივანიშვილი უნდა გავუშვათ ხელისუფლებთან ისე რომ აღმოჩნდეს გისუსები ეს ძალიან მაგარია იცი ამის თომა რომ დაწერა დავადების ღემად და ფული შემიგროვეთ ხო ტელევიზიაში რემონტი გავაკეთო იცი გაბა წავიკითხე ხო და ძალიან მაგარია რა ანუ ეს ხო მაგრამ აქ მარტო ეგ აღმოჩინე ისეთი მაგრები და მტკიცეები უნდა ვიყოთ როგორც 4 ოქტომბერს ვიყავითო ხო და სტრატეგიულად აგებულები აქვს ის პატარა ეშმაკილოი დაიჯერეთ რაზე არ შეუშალო ხელი აცადე არა გიჯები არის რამეში არ შეედაო აცადე არა მართლა გიჯები არიან არა შენ ცოტა სადისტურად ლაპარაკობ აცადე ჩემი აზრი გაიმარჯვეს მეგობრებო მე ვაწვევი იმას რომ ყველა არის შესამოწმებელი ფსიქიატრიულ კლინიკაში კარგი ირაკლი დაბლიაშვილი ეგ აზრი როდის გქონდა რა წლებია ვიზა სავალდებულო დაბლიაშვილი ხო ვაფშე იბა გავშტაბა თუ გახსოვთ 5 წლის წუთი 5 წუთის წინ მე ვთქვი ჟურნალისტი ვარ მეთქი ასე არ ვთქვი და მე როგორ გითხრათ ახლა შევედი მე არ ვარ მე ჟურნალისტი არც მიმომხილველი ვარ არც სპიკერი ვარ არც ნაციონალი ვარ პოლიტიკური კუთვნილება პარტიული კუთვნილება თუ მაინც და მაინც მნიშვნელობა არც ლელოელი არც პირობითად დროელი არანაირი პარტიის წარმომადგენელი არ გახლავარ დასაკვირველია მაშინ ვინ ხარო იკითხავთ თქვენ და მე გეტყვით რომ მოქალაქე ვარ ერთი მოქალაქე რომელსაც დღესაც აქვს
ტრიბუნა და ხვალ შეიძლება ეს ტრიბუნა მაგარი ტრიბუნა სულაც აღარ გქონდეს ჩემზე ღირსეულებმა და იკავონ ეს ადგილი სადაც ახლა ვარ მაგრამ ვიდრე მაქვს არა რა სამოს გაუშვით რა ვიდრე დააბრუნეთ ტური მაგრამ ობიექტურობისაგან არ დაცლილი აზრები გაგიზიაროთ სწორედ როგორც მოქალაქე ბიჭო ის აქ ცნობიერების არა ბიჭო აი ეხა ეს რომ მიიყვანო ფსიქიატრთან ამას ცნობას არ დაუწერს რომ არ შეიძლება პრავა მაგალითად ფსიქოს ვერ გაივლის ეს იარაღის იმას ნაკადი ცნობიერების ნაკადია გაექცა არა ყოველთვის და რამაგან რამე თქვა მე ეხა არ ვთქვიო რომ თუ არ ვთქვიო აქედან მოვედი მე ვარ ვაფშე საკუთარ თავში მე მგონი ეჭვი შეიტანა მე ხوار გინახი ვარ ხო აი ეგრე აი ძალიან მოკლედ უკაჟუტკა მე ხوار გინახი ვარ არა ამან სხვათა შორის ეთყობა ვაფშე ჩააგდო კურდალობის კურსი ამის დაგინება ხო იცი რა არისო რა მე ვიყო ხო რა არა კარგით სულ ამის გამო არით რა მოვრჩით აქ ვართ ხა სამნივზი ვართ ხო დავიჯებით ამის გამო დავიჯებით ღმერთი დაგვიჯოს როდასინი სნეულებს ლევან სამუშია შორს ესენი არ არის დისპეჩერი ამა ვინ არის მაგაშიც ხო იცი დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითად თუ არ ვცდები დიზის საერთაშორისო სამედიცინო ტერმინოლოგიაში შეცვლილია ინფექშენით იმიტომ რომ ეს იყო სტიგმატიზებული ამათ ბევრი აღწერი არსებობს სიგიჟის ეს სიგიჟე ავადმყოფობა არ არის ესენი არის სნეულები აი ყველაზე კარგად ეგ აღწერს არც სიგიჟე სულიერად სნეულები მიხვდი რა მნიშვნელობა აქვს არა დიდი განსხვავებაა ავადმყოფი არ არის ავადმყოფია უგონთ ავადმყოფს სნეული ამბობს ამას ყველაფერს დაცინვა შეიძლება ამაზე ქართულად ჯიგრულად შეიძლება ასეთი ადამიანების დაცინვა მე სულ მგონია რომ მართლა ავადმყოფს დავცინო აი ამათ რომ მართლა დაცინე აბა ხო და რა ვიცი წაიყვანო სადმე მოაშო შეადარე მაგალითად ეს ნამდვილ გალიმი ისეთ სერიოზულ იმას და შეხედავ რომ ეს არაფრით არ ჩამოუვარდა თუ არა მონაკვეთში სამუშავა ჩვენ ყველა კონსტიტუციური მეთოდით ვიქნებით საქართველოს და ქართული ხალხის გვერდზე და გვერდით რომ ერთხელ სამუდამოდ საქართველოში მომიდეს ქართული ხელისუფლება საქართველოს დააყენოს მშვიდობის გზაზე ნამდვილი მშვიდობის გზაზე და არა გამომული მშვიდობის გზაზე სადაც ყველამ კაი უნდა ვაკეთოთ აბა საკუთარ თავზე წინადადება ვერ დაიწყო ხონა აჭრილი ვერ დაიწყო იმიტომ არ არის ეს პოლიტიკოსი ბიჭო ეს უნდა იყოს აი ეგ სადღე გრძელო აბა ცუდი თუ აკეთეთ პავლენიშვილი გავუშვა ეს ხალხი, ვისაც ივანიშვილი ცდილობს რომ გავხდეხოს, არ გავწყდებით. და საბოლოო ჯამში მთავარი პრობლემა ივანიშვილისთვის არ შემდგომარეობს, რომ მან კარგად იცის, რომ საგარეო წრეხი თუ შენარჩუნდა, თუ დასავლეთს ეცოდინება, რომ ქართული ხალხი იბრძვის, ეს წრეხი აუცილებლად გაიზრდება. რაც უფრო გაგრძელდება რეპრესიები, გაგრძელდება საერთაშორისო წრეხიც. თუ გაგრძელდება ჩვენი წინააღმდეგობა, ანუ ყველაფერი ეს ივანიშვილის მთავარი განზრახვა რა შემდგომარეობს, რომ აღარ არსებობდეს ის ეწოდის ინსტრუმენტები. გადააშენე. მეგობრებო, და ერთი ამბავი, კაია კალასი გამოვიდა ვინუშდენად, გამოვიდა და თქვა რომ ჩვენო რამოდენიმე წინადადება გქონდა, მათ შორის უვიზოს გაუქმებაო. ჩემი ფეხები რიგი ქვეყნებისა წინააღმდეგი. წავიდაო, ანუ კორუმი ვერ შედგაო. კორუმი ვერ შედგა, წინააღმდეგი ფეხებზე კიდიათ ეს და მოდი პირდაპირ თქვათ, სანამ ევროკავშირში ჩვენი მეგობარი და არც თუ ისე მეგობარი, მაგრამ საგადმოაზროვნე ქვეყნები არსებობენ, ევროკავშირი უძლურია საქართველოს წინააღმდეგ გიჟური სანქციების. რაც არ უნდა გაამარტივონ და რაც არ უნდა გაამარტივონ. აქედან გამომდინარე მორიგი კრახი ევრობიუროკრატებს რა, მორიგი კრახი. კარგით მეგობრებო. აი ამ შესაძლოა. აი ის კიდე მაგაზე ის ვიღაც ცანკა თუ ვიღაც ცანსკა 1.15% იყო ისმა პარტია. შიდა ლეგიტიმაციაც რო არა იმ უცხო ქვეყნებში რომელს აგენტურაც არიან და რო ჩამოდიან ჩვენთან ბიჭო დიდი იმისავით რომ აი ხა იმ ხელა ავტორიტეტი ჩამოვიდა ვიღაც აი ცანსკა 9-19 ხმა 9-19 ხმამი დანსკა 9-19 ხმას როიღებ შენ ქვეყანაში არ გაქვს არაფერი სალაპარაკო სხვა ქვეყანაში როგორ ჩამოვიდა საბლატო და შინაური ძაღლი შინაური და გარეგარბო რატო ჩამოდის იმიტომ რომ ევროპელია სადაურია ბოდიში ესტონელი აი
შენ ხარ ესტონელი? არასოდეს. მე რომელს უნდა დაუჯერო? შენ თუ ესტონელი? ესტონელს ნებისმიერ. აბარა ნებისმიერ ესტონელს ნებისმიერ საკითხი. ჯო ვილსონს და ცანსკას და პავილიონის. ჯო ვილსონსა და ურია შემახსენე? ამერიკელი. შენ ხარ ამერიკელი? კარგად ზარდებოდა თქვა. ნახოთ ის მადლობა ყურადღებას.